ოქროპირიშვილმა უნდა იცოდეს, რომ მის კისერზეა თუ კი მზია ამაღლობელს, ჩვენს კოლეგას რამე დაემართება ციხეში. მოვედით იმიტომ, რომ მისი ბრძანებით არ მოხდა მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული უпроსორად სააპელაციო საჩივრის განხილვა, რომელთაც მზია დარჩა იوارიშვილის პოლიტიკურ ტყვეობაში. ამით საქართველოში არსებული ყველა სამართლებრივი ინსტრუმენტი ამ ეტაპზე ამოწურულია. მზია უკვე 15 დღეა ჩვენი კოლეგა ქალთა ციხეში შიმშილობს, მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ემუქრება საფრთხე და მოსამართლედ წოდებულმა ოქროპირიშვილმა უნდა იცოდეს, რომ მის კოლეგებს გვახსოვს ყველა იმ მოსამართლედ წოდებულის გვარის სახელი, რომელიც მზიას პოლიტიკურ ტყვეობაში ამყოფებს და ყველა იმ მოსამართლეს მივადგებით სახლთან და კართან და მთელ სამეზობლოს და მთელ მოსახლეობას გავაგებინებთ ამ მონა მოსამართლეების გვარებსა და სახელებს. მზია არის ივანიშვილის პოლიტიკური ტყვე, ივანიშვილის დიქტატორის ტყვე, თავისუფლება მზიას, თავისუფლება პოლიტპატიმრებს და ვიბრძოლებთ იქამდე, ვიდრე ის არ იქნება თავისუფალი. მზია შიმშილობს და მისი ჯანმრთელობა საფრთხეშია და ჩვენი მოსამართლე, ეგრეთ წოდებული მოსამართლე ძალიან მშვიდად კვირა დღეს ისვენებს და ძალიან კარგად გრძნობს თავს, მაგრამ ჩვენ გვინდა ეს ყველაფერი გავაგებიოთ, რომ ჩვენც ვიცით მათი სახელები, ვიცით თუ რა გააკეთა და რას აკეთებს ამ ქვეყანაში უსამართლობას რო აკანონებს. ამიტომ მისი მეგობრები, მისი კოლეგები მოვედით იმისათვის, რომ გავაპროტესტოთ და ხმა გავაგონოთ ამ მოსამართლეს, თუ ამას მოსამართლე ქვია. ყოველში ყოფილი მზია ამაღლობელი, რუსთავის ქალთა ციხეში შიმშილობს. იცოდეთ, რომ თუმას რამე დაემართება, პერსონალურად იქნებით პასუხისმგებელი. ამას მთელი ცხოვრება შეგახსენებთ. ვერ დაუწურავთ ამ პასუხისმგებლობას ვერაფრით.